23 დეკემბრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულ საზოგადოებას მიმდინარე სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ გადაცემის დასკვნით ნაწილში და ჩვენი სტუმრები გახლავთ. დავით აფრასიძე, ილია უნის რექტორის მოადგილე და ნინო ჯავახიშვილი, ილია უნის პროფესორი. გთხოვთ მეგობრებო სტუდიაში. მადლობა რომ გვესტუმრეთ. მადლობა სტუმრებისთვის. გწანდეთ. მოდი მაყურებელი რომ ჩავაკეთოთ საქმის კურსში რა ტიპის კვლევებზია საუბარი. ზოგადად ესეთი აღწერა რომ უთხრათ და კიდევ ერთი კითხვა თქვათ რა განაპირობა აუცილებლობა რომ მსგავსი მასშტაბური კვლევების სერია დაწყებული. ხო, ამაზე ხუმრობენ ხოლმე საერთოდ სამეცნიერო საზოგადოებაში დღევანდელი კვლევები არის პლატოდან ნატომდე, პლატონიდან ნატომდე. ანუ დაახლოებით ანალოგიური ვითარება გვაქვს ჩვენც. გვაქვს გუშინ დაიწყო ეს ორკვირეული, ასე დავარქვით და დაიწყო ასტროფიზიკის საკითხები. დღეს გავაგრძელებთ თეორიული ფიზიკის, ბიოფიზიკის, ქიმიურ ბიოლოგიის, ლინგვისტური თემების ფსიქოლოგიაზე ქალბატონი უფრო დეტალურად გვეტყვის, შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის, ფილოსოფიის, კულტურის კვლევების, პოლიტიკის, დემოგრაფიას, სოციოლოგიის, ბავშვთა განვითარებას, პრინციპში ფსიქოლოგიას შეიძლება მივაკუთვნოთ. 35-მდე 35 კვლევა იქნება წარმოდგენილი. ძილღვიძილის ციკლის შემსწავლელი ლაბორატორიის აი ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მიმართულება. ჩემიც და მაინტერესებს ძალიან აუცილებლად დავესწრები. ქალბატონ ნინო, თქვენ ორი კვლევა გაქვთ ხომ წარმოდგენილი თუ არ ვცდები და რას შეეხება ისინი? პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ რა თქმა უნდა 2-ზე მეტი კვლევა გვაქვს, ბევრად მეტ კვლევას ვაწარმოებთ, ეს უბრალოდ წარმოდგენის სახით. ამ შემთხვევაში გვაქვს ორი კვლევა. ერთი კვლევა ეხება ოჯახში ძალადობის საკითხს და მეორე კვლევა ეხება იდენტობის განვითარებას, ან ფორმირების საკითხს. ანუ ერთი გახლავთ სოციალური ფსიქოლოგიის სფერო და მეორე გახლავთ განვითარების ფსიქოლოგიის სფერო. საინტერესოა ადრეულის დასლობის ცნება. ეს არის შედარებით ახალი მიმართულება ფსიქოლოგიაში. თუ შეგიძლიათ ეს კონკრეტულად რომ გითხრათ რა შეეხება ის? ანუ განვითარების ფსიქოლოგიას აქვს აღმოჩენილი აქვს ბუნებრივად თავის ლოგიკა. ხომ რომ ადამიანის განვითარებაში, ანუ ადამიანი რაღაც ასაკში, რაღაცას უნდა აკეთებს, რაღაც ამოცანა, რაღაც კითხვებს უსვამს თავის თავს და ასე შემდეგ, ხომ? და იგულისხმება რომ ზრდასრული, როდესაც ადამიანი გახდა, მან უკვე ძირითად კითხვებს პასუხი გასცა. ანუ იცის თავისი ადგილი საზოგადოებაში, იცის თავისი მომავალი კარიერა, უკვე ქმნის ოჯახს და ასე შემდეგ. აი ეს პერიოდი გადაიწია, ანუ თუ ადრე ჩვენ მოველოდით და ვამბობდით რომ ეს პერიოდი იწყება სადღაც 25 წლის ასაკიდან ყველაზე გვიან, ახლა გადაიწია 29 წლის ასაკამდე. ანუ 29 წლის ასაკამდე ახალგაზრდა აგრძელებს ძიებას. და ჯერ არ აქვს საბოლოო პასუხი გაცემული. რამდენიმე წლის წინ 25 წლის ახალგაზრდა იყო სხვანაირი და ახლა არის სხვანაირი შესაძლებელი. ახლა აგრძელებს ძიებას. ოღონდ ეს აი სწორედ აქ არის საინტერესო ჩვენი ასე ვთქვათ როლი. მსოფლიოს მასშტაბით, ანუ ეს გამოიწვია მსოფლიოში არსებულმა ცვლილებებმა, ეკონომიკურმა სიტუაციამ და ასე შემდეგ. ანუ ახალგაზრდას მიეცა შესაძლებლობა რომ ჯერ არ ააგოს კარიერა, ჯერ კიდევ გააგრძელოს ეს ძიება და არ ააგოს ოჯახის შესაბამისად. მაგრამ ეს რადგანაც დამოკიდებულია და განპირობებულია სოციოეკონომიკური პირობებით, ამიტომ არსებობს საზოგადოებები, რომლებიც განსხვავდებიან. ანუ ზოგ საზოგადოებაში ეს ადრეული ზრდასრულობა უკვე ჩამოყალიბებულია უფრო განვითარებული ეკონომიკის საზოგადოებებში და ზოგ საზოგადოებებში ნაკლებად. და ჩვენ სწორედ ეს გვაინტერესებს, რომ ჩვენ საზოგადოებაში რა ხდება და რამდენად არის ეს, მაგრამ გარდა ამისა კიდევ სხვა საკითხებია, რომელიც აი ფორმირებას ეხება, იდენტობის ფორმირებას. საინტერესო გარემოს გავლენა, ხო? უფრო კონკრეტულად ვთქვათ, ეხლა რა თქმა უნდა ეს მოცულობითი თემაა და მთელი ლექციაც შეიძლება დავუთმოთ, მაგრამ აი რა ახალი თქვათ ფაქტორები და კრიტერიუმები ახდენს გავლენას, რაც დღევანდელ მოცემულობა მოიტანა თქვათ საქართველოს შემთხვევაში. რაც თქვათ 10 წლის წინ არ იყო, 20 წლის წინ არ იყო. დიახ, ანუ ახალგაზრდებს აქვთ მეტი თავისუფლება, მეტი შესაძლებლობა, უფრო გახსნილია, ანუ გლობალური გახდა სამყარო, ხომ, ინფორმაციის მიღება, ინტერნეტი, რა ვიცი, მილიონი სხვადასხვა საშუალება არის. გარდა ამისა, ახალგაზრდებს შეუძლიათ უფრო, თქვათ ესე იგი, დასაქმების მხრივ, ჩვენთან ზოგადად დასაქმება პრობლემაა, მაგრამ არა ახალგაზრდებში. აი ამ მხრივაც ჩვენი ბაზარი ცოტათი განსხვავდება დასავლეთის ბაზრებისგან. იქ ახალგაზრდის დასაქმება უფრო პრობლემაა. მაშინ როდესაც ასაკოვნები დასაქმებულები არიან თავის დროზე და ჩვენთან პირიქით. ანუ ძალიან ხშირად არის რომ შეიძლება ახალგაზრდამ თავისი დასაქმების ხარჯზე კვებოს თავისი ოჯახი, ანუ არჩინოს
თავისი ოჯახი, მისი მშობლები და ასე შემდეგ, რომლებსაც არ აქვს თქვა სამსახური და ასე შემდეგ. აი ჩვენთან სწორედ ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ განსხვავება ამ ფორმირების კუთხით იქ რამდენიმე პროცესია აღმოჩენილი ამ იდენტობის ფორმირებაში და ერთ-ერთი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ძიება, როდესაც ალტერნატივებს ეძებს ახალგაზრდა, რომ აი ეს მირჩევნია თუ ეს მირჩევნია, უფრო მომერგება თუ არა და ასე შემდეგ. აი ეს პროცესი, რომელიც დასავლეთში ძალიან წყნარად და მშვიდად მიმდინარეობს, ჩვენთან უფრო ესე ვთქვათ, ცოტა ჩახშობილია, შეიძლება ესე ითქვას და მას მოყვება ხოლმე უარყოფითი ემოციები. ანუ იდეაში ეს ძიება უნდა იყოს ძალიან თავისუფალი და არ უნდა პოზიტიური ამბავი უნდა იყოს და ჩვენთან ესე არ არის. ეს არის სერიოზული მსხვილი განსხვავება ჩვენსა და დასავლელებს შორის და ეხლა სწორედ აი ეს აღმოჩენა ერთი და კიდე სხვა რაღაც აღმოჩენები გვაქვს და ეხლა ამის მიხედვით ეხლა ვცდილობთ რომ ესენი ავხსნათ სათანადოდ, ანუ ვაგრძელებთ კვლევებს. ანუ ეს პროცესია. კვლევის პროცესი ხო ესეა, რაღაცა კითხვას დასვამ, უპასუხებ, მე ახალი კითხვა გაჩნდება, მე იმას უპასუხებ და ასე რომ გრძელდება. ბატონო დავით, ტარდება კვლევები უამრავი მიმართულება, ეხლა ბუკლეტიც გაქვს მოტანილი, ჩამონათვალი. საბოლოოდ ვინ არის, ვთქვათ, მისი მომხმარებელი, ვისთვის არის განკუთვნილი, ანუ რა გაგრძელება მოხდება თქვენ ამ კვლევებს? ძალიან საჭირო კითხვა, ჩვენ სწორედ ამიტომაც დავიწყეთ აი ესეთი ტიპის ღონისძიებები, რომ მივხვდით, კი არ მივხვდით პრინციპში ფაქტია, რომ აი ეს უფსკრული არსებობს რეალურად მეცნიერებასა და საზოგადოებას შორის გარკვეულწილად განსაკუთრებით, როდესაც საქმე ფუნდამენტურ კვლევებს ეხება. მომხმარებელი ჩემ და გასაკვირად საკმაოდ კონკრეტული, აი მაგალითად ასტროფიზიკის საკითხები, რომელიც შეიძლება ერთი მხრივ ძალიან მართლა კოსმოსურად გვეჩვენებოდეს და მოშორებული ჩვენგან, მაგრამ გუშინ ნახეთ, რომ ამ ყველაფერს შეიძლება ყავდეს ძალიან კონკრეტული მომხმარებელი, ეს შეიძლება იყოს საავიაციო სფერო, ეს შეიძლება იყოს მეტეოროლოგიური სფერო, ეს შეიძლება იყოს სოფლის მეურნეობა, იმიტომ რომ ბევრი პროცესი, რომელიც კოსმოსში მიმდინარეობს, გავლენას ახდენს ძალიან კონკრეტულ საკითხებზე ქვეყნის შიგნით. სამწუხარო მდგომარეობა რაც არის ის, რომ ჩვენი მეცნიერები დღეს მუშაობენ რეალურად საერთაშორისო დონორების დაკვეთით და ამიტომ საერთაშორისო მომხმარებელზე. ცოტა ის ასე ვთქვათ, წრე გამოდის ისე რომ ჩვენ ამ ინფორმაციით ვემსახურებით, არა მარტო ჩვენ, არამედ სხვებთან ერთად ვემსახურებით საერთაშორისო ცოდნის დაგროვებას და მე ეს საერთაშორისო ცოდნა რაღაც დახმარების სახით ვრუნდება ჩვენთან. სამწუხაროდ აი ჩვენთან ჯერ ის ბმა არ არის, რომ მეცნიერული ის პროდუქტი, რომელიც იქნება, უშუალოდ ადგილზე მოკლე ხაზი შორტკატი რო ვიხმართ და გადავიდეს აქვე პრაქტიკაში. მაგრამ ძალიან ბევრია იგივე ბიოლოგიის მიმართულებით, ეკოლოგიის მიმართულებით ძალიან ბევრი საკითხებია, რომელიც მაგალითად გარემოს დაცვის თემებს ეხება, რომელიც ყველას ჩვენ გვაწუხებს და ამავდროულად ჩანს, რომ ჩვენ მეცნიერებს გარკვეული პასუხები აქვთ ამ საკითხებზე. რითი არის განპირობებული ეს პრობლემები, რა შეიძლება გადავწყვიტოთ, როგორ მოვაგვაროთ. ასე რომ ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი პრობლემა, რაც დღეს ჩვენ საუნივერსიტეტო სფეროს აქვს, ეს არის სწორედ ეს პირდაპირ ბმა, როგორ თარგმნოთ ის მეცნიერული ცოდნა, ინფორმაცია, რომელიც არსებობს. ადრე მე უფრო პესიმისტური ხედვა მქონდა, მართალი გითხრათ. მე მაინც ეხა ადმინისტრაციის კუთხიდან ვსაუბრობ, უფრო პესიმისტური ხედვა მქონდა, მაგრამ მას მე რაც გავეცანი ამ ხალხის საქმიანობას, მივხვდი, რომ ბევრი რამ გვაქვს. უბრალოდ აი ეს თარგმნა, გადატანა რეალურ პრაქტიკაში. კომუნიკაციის დამყარების პრობლემა, აი რაში მდგომარეობს, აი რატო ვერ ხდება, ეს არის თქვა მეორე მხარის არააქტიურობა, თქვა არაინტერესი, თუნდაც სახელმწიფოსი, ხო, თუნდაც თქვა იმ უწყებების, რომელსაც პირდაპირ მასია, ხო? ორივე, ალბათ ორივე. მოდით ნუ გავიშვერთ ხელს მხოლოდ იმ უწყებებისკენ. ჯერ ერთი ბაზარი, როგორც ნინო აღნიშნა, ჩვენთან ბაზარი ბევრად სხვაგვარია, ხო? ანუ ბევრი რამე ჯერ ვითარდება, ყველაფერი არ არის დალაგებული. ამიტომ მოთხოვნაც ესე არ ჩანს. იგივე მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ გვაქვს ბიოქიმიის მიმართულებით კვლევები, რომელიც ფარმაციისთვის ძალიან ღირებულია. მაგრამ ეს კვლევებიც ძირითადად უცხოელ მომხმარებელზე გათვლილი, ჩვენ რაღაცა სეგმენტს ვამუშავებთ, ვაწვდით თქვათ კოლაბორაციულ პროექტებს და იქაური ფარმაცევტული კომპანიები ამით სარგებლობენ. ჩვენთან ეს მოცემულობა ჯერ ესე არ არის. მაგრამ ჩვენი ბრალიცაა, უნივერსიტეტების ბრალიცაა და ამიტომ დავიწყეთ ესეთი ღონისძიების მოწყობა, იმიტომ რომ ჩვენც მოვიკოჭლებთ ამ საკითხში. ან ჩვენც რაღაც როგორც შეადუწოვებ, რაღაცა მოჯადოებულ ციხესიმაგრეში ვართ, ვიღებთ გრანტებს, მე წერთ ახალ პროექტებს, ვიკვლევთ, ვაქვეყნებთ სტატიებს, ვიყოფილებთ ჩვენს სურვილებს თუ რაღაც მოთხოვნილებებს, მაგრამ რაღაც აი ეს აქტიური ფაზა რო გადავიტანოთ ეს ყველაფერი საზოგადოების გავაცნოთ არა გვაქვს. მაგრამ ჩვენც უნდა გამოვწორდეთ ამ. საინტერესოა განათლების სამინისტრომ რეფორმებისთვის რამდენად უნდა გაითვალისწინოს ეს კვლევები და როგორ უნდა გაითვალისწინოს ისე. განათლების სამინისტრო სხვათა შორის აქტიურად არის ახლა ჩართული, ახლა მიმდინარეობს ის პროცესები, კვლევითი ინსტიტუტების ხელშეწყობის, დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სწორედ აი ამ პროცესში იმყოფება ახლა და ვფიქრობ, რომ კარგი რაღაცები უნდა გამოვიდეს. აი ეს წელი სხვათა შორის იქნება ძალიან საინტერესო მეცნიერების კუთხით. რაც ჩემი აზრით, პირადად ეს ჩემი მოსაზრება არის გასაკეთებელი ესაა რესურსების უფრო
რაციონალური მიმართვა სახელმწიფო რესურსებზე მაქვს საუბარი, იმიტომ რომ ჩვენ მაინც პატარა ქვეყანა ვართ, ამიტომ აქედან გამომდინარე ყველაფერს ვერ შევძლებთ. ანუ იგივე ფსიქოლოგია ის უამრავი თემაა, ნუ დამეთანხმები, ყველას ვერ შევეჭიდებით, ხო? ამიტომ ჩვენ და რაღაცა პრიორიტეტები უნდა განსაზღვროთ. ჩვენ ეხლა ამ ეტაპზე ჯერ მეცნიერებაში ისე ვართ, რომ პრინციპში ალბათ არ შევწდებით თუ ვიტყვი რომ სოციალური დახმარების პროგრამები უფრო გვაქვს, ანუ ვინ არჩუნებთ ყველას, ვეფერებით ყველას. ცხადია, ესეც უნდა იყოს და ბევრი ღვაწმოსილი ადამიანი საჭიროა, რომ მას გაუწევთ დახმარება. უბრალოდ ეს არ არის სამეცნიერო კვლევების დახმარება. რა პრიორიტეტებით უნდა განისაზღვროს? რა კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს პრიორიტეტები? ძალიან კარგი შეკითხვა, იმიტომ რომ ბევრი კრიტერიუმი არსებობს და ერთ-ერთი ეს კომპლექსური უნდა იყოს, ცხადია, მაგრამ ერთ-ერთი არის სწორედ ის ვართ თუ არა ჩვენ საერთაშორისო დონეზე იმ კვლევების თვალსაზრისით. ეს არის გამოქვეყნებები, ეს არის კოლაბორაციული პროექტები, გვაქვს თუ არა კავშირები და კონტაქტები და ეს არის მათ შორის დიდი საერთაშორისო პროექტები, გვაქვს თუ არა უნარჩვევები, გვაქვს თუ არა შესაძლებლობა მივიღოთ ამაში მონაწილეობა. აი ამ თარგას თუ აიღებთ, ძალიან მარტივად დაინახავთ სად არის პრიორიტეტები, ანუ სად არის რესურსები. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, არის სფეროები, სადაც შეიძლება ჩვენ ამ ეტაპზე არ გვაქვს რესურსები და საჭიროა რომ რაღაც გაკეთდეს. ეგ უკვე სახელმწიფო პოლიტიკის თემა, იქ ინვესტიცია უნდა მოვახდინოთ, განათლებაში ჩავდოთ უფრო მეტი. ქალტონინო, ეს სტატიები, ეს კვლევები, თქვათ, რამდენად აისახება თუნდაც საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებზე, რამდენად გამოჩნდება ჟურნალებში, რამდენად იქნება თქვათ დაბეჭდილი ან ინტერნეტ გვერდებზე აი ამაზე გითხარით, ანუ გავიტანოთ თქვათ, აქაც ხო არ ხდება რაღაც მნიშვნელოვანი პროცესები. სამეცნიერო კვლევები, აი რასაც გითხარით, რომ ჩვენი წვლილი ეს არის, ხო, საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში, ეს კვლევა უკვე საწყისი მისი ერთ-ერთი ეს შედეგი, რომელიც გითხარით, უკვე გამოქვეყნებულია საერთაშორისო ჟურნალში. ჩვენთან არსებობს ესე ვთქვათ, საერთაშორისო ჟურნალების ესეთი ცალკე ჯგუფი, რომელსაც იმპაქტ ფაქტორიანი ჟურნალები ეწოდება, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის ძალიან, რომ იქ ვაქვეყნებდეთ და ეს ამოცანა ძალიან მნიშვნელოვანი და რთული ამოცანაა, განსაკუთრებით ზოგიერთი სფეროსთვის, აი დათომი საუბრა სხვადასხვა სფეროზე, მაგალითად ზუსტ მეცნიერებებში და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ჩვენ არ აქვს პრობლემა ამ მიმართულებით, ანუ საერთაშორისო საზოგადოებაში ინტეგრირებულები ვართ. მაშინ, როდესაც სოციალურ მეცნიერებებში ეს მაინც შედარებით ახალია, მართალია ფსიქოლოგია მათთან შედარებით ასაკოვანია უკვე, მაგრამ მაინც ახალია და ჩვენთვის ეს სერიოზული პრობლემაა, ესე ვთქვათ, თუ ვიხმართ ტერმინს ეგრეთ წოდებული აუთსაიდერები ვართ მაინც იმ სამყაროსთვის და ეს ჩვენთვის რთული ამოცანა ვცდილობთ და გვაქვს უკვე პირველი მიღწევები და ვაგრძელებთ ამ მიმართულებით და შესაბამისად იქ ქვეყნდება და გამოქვეყნდება მომავალში. თუმცა პარალელურად ჩვენი ამოცანა სწორედ ის არის, რომ ადგილობრივ საზოგადოებას ვემსახუროთ, ამიტომ ვაქვეყნებთ ადგილობრივ ქართულ ენაზეც და ასევე, რადგანაც აი ეს საკითხი ახსენეთ, ქართულ საზოგადოებასთან ან მათთან ვისთანაც საჭიროა ამ საკითხით დაინტერესებულ პირებთან, ჩვენ ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ შეხვედრები და მივაწვდინოთ ჩვენი კვლევის შედეგები. და ამასთან დაკავშირებით მინდა გადმოგცეთ, ჩვენ სწორედ 2 დეკემბერს გქონდა კონფერენცია, რომელიც დიმიტრი უზნაძის დაბადების 130 წლის თავს მიეძღვნა. 2 დეკემბერს იყო სწორედ მისი დაბადების დღე და ამასთან დაკავშირებით გავაკეთეთ ეს მისი აბსტრაქტების კრებული ამ კონფერენციის და ესე გებდა რომ გადმოგცეთ და ასევე გაჩვენოთ რა კვლევებს ვაკეთებ ჩვენც და სხვა კოლეგები, სხვა ფსიქოლოგები, არა მხოლოდ ჩვენი ინსტიტუტის. მოდი მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, 23 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება სამეცნიერო კვლევების პრეზენტაციები, ფაქტობრივად ყოველდღიურად 35 მიმართულება. ვინც არის დაინტერესებული პირი, შეუძლია თავისუფლად დაესწროს ჩვენ ვებგვერდზე შეუძლიათ ნახონ ინფორმაცია, სად ტარდება და მოვიდნენ. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენი სტუმრები გახდნენ დავით აფრასიძე, ილიონის რექტორის მოადგილე და ნინო ჯავახიშვილი, ილიონის პროფესორი. ჩვენ კი ვახო შეგვიძლია მუსიკალურ ნაწილზე გადავიდეთ. კი, პროექტი Leif და კომპოზიციას ქვია Besonders Kind, ესე ქვია და ჩვენ მაყურებელსაც დავამშვიდობთ და დიდი მადლობა ყურადღებისათვის.